ადგილი, სადაც ახლა მევიმყოფები და საცხოვრებელი სახლი, სადაც დაიწყო დაპირისპირება, ეს ეკუთვნის დაკავებულ ბიზნესმენს ლევან ჩხაიძეს, რომელსაც ადევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლუქი სახლი არის დალუქული, რომ არ განადგურდეს მტკიცებულებები და სავარაუდოდ აქ დაბრუნდებიან ექსპერტ კრიმინალისტები და გააგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს. რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის კვალი ჩანს ალბათ კადრში, ახლაც ეტყობა აქ ტერიტორიას, ადგილს ეს არის ის ადგილი, საიდანაც ამოიღეს სამართალდამცველებმა გასროლილი ვაზნები. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო გუშინ საღამოს დაახლოებით 5 საათზე. ლევან ჩხეიძე, დაკავებული ბიზნესმენი, შენიშვნას აძლევდა მის მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ ერთ-ერთ ახალგაზრდას 37 წლის კაცს, რომელსაც ნაქირავული ჰქონდა ბინა აქ და ის მუდმივად მის ავტომობილს აყენებდა ხოლმე დაკავებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის გამო მან რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, თუმცა გუშინ შენიშვნაზე განაწყენებულმა 37 წლის კაცმა მის თანხმლებ პირებთან ერთად ლევან ჩხაიძეს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც თვითმხილველები გვიყვებიან. შემდგომ უკვე დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ ანგარიშწორებაში. აქ ადგილზე მყოფები, მეზობლები, რომლებიც შეესწრნენ უშუალოდ შემთხვევას, ამბობენ, რომ 10-მდე პირი შეიჭრა ლევან ჩხაიძის საცხოვრებელ სახლში, მის კუთვნილ ბინაში, დაამტვრია ინვენტარი, სცემეს დაკავებული პირი და ამის შემდეგ უკვე ლევან ჩხაიძემ გამოიტანა მის სახლში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და გაისროლა თავდამსხმელების მისამართით, რასაც შედეგად მოყვა გარდაცვალება 37 წლის კაცის ის 3 გასროლით გულში მოხვედრილი ტყვით ადგილზევე გარდაიცვალა. ეს ბატონი ხო თქვენი მეზობელია დაკავებული? ერთი თამარი ადამიანი მაგი რამდენ წელია თქო მაგის მორია მიდი ბიზნესმენია? მე მგონი აი კურსებს დაშინებდა. ამბობენ თავს იცავდაო ცემესო და აბა guys პირდაპირ არიან ეს გმურები მანქანის გამო რომ მოაჩერეთ და მაგის მერე დაიწყეს რაღაცა. ლევან მოუთხა შენიშვნა რომ ის სახლის წინ მოაჩერეთ. მანქანები ყავს მაგასაც. ეს მანქანები რომ გადააყენო რა მანქანის მეტ ადგილები რა ჩემი ყარების წინ უნდა გააყენო და მაგის მერე დაიწყეს მე რა ვიცი შოროთყოფას აყენეს რაღაცები მოკლედ ყველაფერი ეგრე გავიგე მე არ მიხნე ყველაფერი დაამჭრიეს რა ვიცი დანითო ის დაუჭირია და სახში შეუვარდნენ ან კი კარგად აცემი იყო ამბობენ არ ვიცი და მე იარაღი თვითონ უკვე გაისროლა. უკვე როგორ მოხდა ხმაკი გავიგე მე ესენი ბევრი იყვნენ ეს გმურები? კი ბევრი იყვნენ და თანაც მომენტ ცოტა ნასწავლით იქნებოდა. ვიცი იქ გმურად ცხოვრობდა და მოკლული. ხო მოკლული და ამ კაცს საერთოდ არ ახსნა ეს კაცი მარტო ცხოვრობდა ეს კაცი? დალუქულია ბინა ეხლა და ხო გუშინ დალუქეს მანქანის გულშის მოხდა და რა ეგ ბიზნესმენი კაცი იარაღი სახში ჰქონდა ალბათ. კაცია რა იცი სახლებში მაგით აშენებულია თვითონაც ნაცემიაო ესო? საავადმყოფოში რამდენჯერ გაიმასქნა ეს სროლა ნეტა? სამჯერ უშროლია ხუდარისა ეზოში ეგდრო მის ეზოში იყო? ხო მის ეზოში იყო ხუდარი კაი ნაცემია ეთმა უთმა კაცმა ცემაო და მე ალბათ ეთქვა ვეღარ გაუძალიანდა და გამოიღო და ესეა არის ცოტ არცეთ? დაკავებული ხო? აი აქ ცხოვრობ არც ეს მეზობელი ვიცი ახალი გადმოსულები არიან? არ ვიცი დიახ, როგორც მოისმინეთ, დაკავებული ბიზნესმენი, რომელსაც განზრახ-მკვლელობა ედება ბრალად, მას ეს მუხლი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე წაყენებული. თავადაც კლინიკაში იმყოფება, თვითმხილველები ამბობენ, რომ ცემის შედეგად მიყენებული დაზიანების კვალი მასაც ჰქონდა წაყვანის დროს და ერთ-ერთი თვითმხილველი გვიყვება იმასაც, რომ სავარაუდოდ ცივი იარაღით დანით მიაყენეს მას ჭრილობები თავდამსხმელებმა, მათ შორის საუბარია მოკლულ 37 წლის ახალგაზრდაზეც, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გამარტავენ ბიზნესმენი ადგილზევე დაკავდა და მას ხელბორკილები დაადეს პოლიციელებმა სწორედ კლინიკაში ის ამ დრომდე რჩება კლინიკაში და მოგვიანებით მას უკვე ინტენსიურ დაწესებულებაში გადაიყვანენ და წარუდგენენ ბრალს.